უამრავ ადამიანს ეხება არ აქვს ადამიანებს გააზრებული რა პრობლემებს შეუქმნით მათ და მათ ოჯახებს აი ეს ახალი განათლების ეგრეთ წოდებული იმის მაგირად რომ ვიწროვდებოდეს ამ პროტესტი და ეს იყოს ამ რეჟიმის ამოცანა პირიქით უფრო და უფრო მეჯგუფებთან საჯარო მოხელეებს რომლებსაც ახლა კიდე უნდა აუკრძალონ დამატებით შემოსავლის მქონა და ასე შემდეგ ამ ყველაფერმა დავასრულებ რამდენიმე წინადადებით ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რაც ბოლო რამდენიმე დღეა პრინციპში ორი კვირაა მე მგონი ხდება თბილისის ქუჩებში მოგეხსენებათ რუსთაველის გამზირის მიმდებარედ არის ძალიან ბევრი ესეთი ქუჩა სადაც გასართობი ადგილებია თავ მოყრილი და ძალიან ბევრ ადამიანს გულისხმობ აი მარშებს რომელიც ყოველდღიურად გვაქვს თბილისის ქუჩებში რომელიც ზუსტად ისევე როგორც 28 ნოემბერს ყოველგვარი რაღაცა დაორგანიზების გარეშე თვითდინებით ადამიანები გამოვიდნენ რუსთაველზე აი ასევე რაღაცნაირად თავისთავად რუსთაველის პროტესტმა მონახა აი ეს გზა რომ კი ბატონო თუ არ გადამიშვებ უარეს პრობლემებს შეგიქმნი და უბრალოდ ერთხელ ვინც არის ნამყოფი ამ მარშებზე და ნანახი აქვს თვალებში აქვს ჩახედილი რომელიმე პოლიციელისთვის ან აი გოგა მემანიშვილისთვის რომელიც იგი აბსოლუტურად ესე იგი უსუსური და ძალიან სასაცილოდ სერიოზული სახით დგას ხოლმე ყველა ადამიანს დარჩება ეთიგეში თავეჭდილება რომ ერთი სული აქვს პროტესტმა ისევ გადაწყვიტოს რომ რუსთაველი გადაკეტოს და არ იაროს არ არბენინონ ასე იმიტომ რომ ანუ ისე სასაცილოდ გამოიყურებიან ფაქტობრივად არ ვიცი რაღაცა ცდილობენ რომ განუსაზღვრონ მარშრუტი მე ხვდებიან რომ აზრი არ აქვს იმიტომ რომ ადამიანების ნაწილი რაღაცნაირად უკვე გადასულია და აქეთ მხარეს არის სრული სილაღე მხიარულება და იქით მხარეს ანუ სრული დაბნეულობა და მორალს ძალიან მაღლა წელს შეგიძლება რომ გამრავლდა რაღაც წარმომადგენლობითობა მე არ ვიტყოდი უბრალოდ ადამიანების რაოდენობაზე მხოლოდ იმიტომ რომ ორგანიზებასთან დაკავშირებით იყო რაღაცა მუდმივად წუხილები აქაც ჩვენ აქტივისტებს რო ვესაუბრებით აი ყველას უნდა რომ უკეთ იყოს თითქოს პროცესი დაორგანიზებული და წარმომადგენლობითობაში მაგას გულისხმობ რომ ერთგვარი თავები ვინც უკეთ დაორგანიზებს ხო ანუ მე მგონი ბევრი ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს ორგანიზებულობა და ამაზეც ვისაუბრებ რაოდენობრივად ძალიან საკმაოდ გაიზარდა პროტესტი და ეს არ არის მხოლოდ იმის ბრალი რომ მარშის დროს კადრებშიც ჩანს კიდე ზოგადად ასე ამბობენ ხოლმე რომ მარშის დროს ზოგადად უფრო ესეთი სანახავი ადამიანების რაოდენობა თითქოს თვალი გატყობს და გგონია რომ უფრო მეტია მაგრამ არ არის ასე ნამდვილად რუსთაველზე რაოდენობრივად ადამიანების რაოდენობა მართლა გაიზარდა და ჩემი აზრით ეს გამოიწვია იმან რომ პროტესტმა რაღაცა აი ამ რაღაცნაირად უფრო სახალი არ ვიცი არ მინდა რომ ესეთ სიტყვა გამოვიყენო პროტესტის სერიოზულობას დააყენებს იმის ქვეშ მაგრამ ხო ცოცხალი გახდა ენერგიული მე ვიტყოდი გავბედავდი ლევანჯობა გუშინ ამბობდა რომ სულ მოძრაობა ჯობია დგომას კი რა თქმა უნდა მოძრაობა ჯობია ასევე როდესაც მოძრაობას ამდენი ადამიანი საკუთარი სახლებიდან როდესაც გამოხატავენ მხარდაჭერას მანქანებიდან ანუ უბრალოდ ულევია ის დადებითი ენერგია რასაც ამ მარშების დროს მე მაგალითად ვიღებ ხოლმე რაც შეეხება ორგანიზებას რამდენიმე ჯგუფია ვინც აი ბოლო პერიოდში ყველა შეამჩნევდა რომ გარდა ყოველდღიური პროტესტის ეს სხვადასხვა სახის საპროტესტო ინიციატივები უფრო და უფრო მოხშირდა და აი ეხლა მაგალითად 19 ნოემბერს არის აქცია დაანონსებული მელიქიშვილის გამზირზე 19 ნოემბერს გადის ერთი წელი მას შემდეგ რაც მათე დევიძე დააკავეს და ზუსტად იმ ადგილასაც დააკავეს მელიქიშვილის გამზირიდან სადღაც კალაძის შტაბის მიმდებარე ტერიტორიიდან მაშინ კალაძის შტაბი არ იყო მაშინ სხვა მიზნით ახლა აღარ არის მაგრამ ხო და რა თქმა უნდა 28 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს ვიკრიბებით 19 საათზე კი ბატონო